რძის სკანდალი გრძელდება ფორმულამ ზოგიერთ სუპერმარკეტში დღესაც მიაკვია პროდუქტს, რომელიც წესით უკვე ამოღებული უნდა იყოს გაყიდვიდან. ქართული ოცნება პრობლემის საპასუხოდ ისევ პროპაგანდითაა დაკავებული. რეჟიმის მომხრე სამწუხაროდ ექიმებს და თანამდებობის პირებს დაევალათ, რომ ავთვისებიანი სიმსივნის ხელშემწყობი აფლატოქსინ M1-ის საკითხზე საზოგადოება დაემშვიდებინა. თუმცა ეს უშედეგო აღმოჩნდა. საზოგადოებას სჭირდება დადასტურებული ფაქტები და არა პროპაგანდისტული თხრობა. რძის ნიმუშების კვლევა მაჩვენა, რომ არ შეიძლება ამ პროდუქციის მიღება, ეს თავად სახელმწიფო სტრუქტურამ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა გუშინ. განცხადება მოსახლეობაში ვნებათა ხელვა გააძლიერა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა წინა დღეებში ეგრეთ წოდებული სკინტლის სკანდალი დაიწყო. დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რიტორიკა შეცვალა და ის დაუახლოვა რეჟიმის პოზიციას. თავს იმართლებს კომპანია სოფლის ნობათიც. ვიმყოფებით ორი ნაბიჯის მაღაზიაში და სოფლის ნობათის რჩეული რძე, სადაც დაფიქსირდა ტოქსინი M1 კვლავ არის გაყიდვაში. რძე, რომელშიც ობისოკოსგან წარმოქმნილი ტოქსინი აღმოჩნდა, მაღაზიის დახლებზე ისევ აწყვია და მომხმარებლებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია. ეს კადრები სუპერმარკეტების ქსელ ორნაბიჯშია გადაღებული. ჩვენ შევეცადეთ მაღაზიის მენეჯერს გავსაუბრებოდით და გვეკითხა, თუ რატომ არ ამოიღეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი რძე გაყიდვიდან. ეს რძე, რომელიც საშიშია მოქალაქეებისთვის, რატომ იყიდება? მოკლედ, კითხვაზე პასუხის ნაცვლად გარბის ორი ნაბიჯის მენეჯერი. არა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიას, რომელიც სოფლის ნობათის რძეს აწარმოებს, დაავალა, რომ საშიში რძე ყველა მაღაზიიდან ამოეღო. თავის მხრივ კომპანიაც ირწმუნებოდა, რომ პროდუქტს გაყიდვიდან ამოიღებდა. თუმცა ფაქტია, რომ კვლავ მაღაზიის დახლებზეა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ვიდეო კადრებს, სადაც ისინი სოფლის ნობათის რძეს ხვრიან. გავიგე ინფორმაცია. თქვენი რისთვის უნდა იჭერდე ადამიანს, იცი? აი ამისთვის. იმისთვის არ არის, ვისაც იჭერენ დღესდღეობით. აი ამისთვის უნდა იჭერდნენ. ჩემს მოცივარში ყოველთვის იყო, აი ერთი გახსნილი იყო და ერთი გაუხსნელი. ბავშვებისთვის რძე, მაწონი, იოგურტი, არაჟანი, ყველაფერი. რა საფრთხეებს შეიცავს რძეში აღმოჩენილი აფლატოქსინი M1? ირკვევა, რომ ტოქსინი იწვევს ისეთ მძიმე დაავადებებს, როგორიცაა ღვიძლის ცეროზი და სიმსივნე. ინფექციონისტები გაუგებარს უწოდებენ ცალკეული თანამდებობის პირებისა და ექიმების განცხადებებს. თითქოს და ობისოკოს შემცველი პროდუქტის მხოლოდ სისტემატიური მიღებაა სახიფათო. მე საერთოდ მიკვირს იმ განცხადებების, როდესაც აკეთებენ განცხადებას, რომ არ არის საშიში, მაშინ როდესაც ჰიგიენურ ნორმატივებს 10-ჯერ აღემატება აღმოჩენილი დოზები. ეხლა დიდი დოზით, ხომ მწვავე დოზით, როდესაც იღებ ამ მიკოტოქსინს, ეს იწვევს ღვიძლის მწვავე უკმარისობას, ქსოვილი იწყებს დაშლას, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ სიმსივნურ დაავადებებს. ქართული ოცნების მხარდამჭერი პედიატრი თემურ მიქელაძე ერთ-ერთია იმ ექიმებს შორის, რომელსაც მიაჩნია, რომ რძეში აღმოჩენილი აფლატოქსინი M1-ის რაოდენობა საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა მიქელაძე მოუწოდებს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მეტი სიფრთხილით მოეკიდოს საკითხს და რძის პროდუქტებზე კვლევების სიხშირე გაზარდოს. ჯერ რაც აფლატოქსინით მოწამლა არც დაფიქსირებულა ამ ქვეყანაში და არც დაფიქსირდება შემდგომ მომავალში. სურსათის ეროვნულ სააგენტოს კიდე ეყოლება ვინმე მარეგულირებელი, იმას კიდე მარეგულირებელი, ამიტომ ნება იბოძონ და ამ მარეგულირებლებმა მიხედონ ამ პრობლემას, ხო? გონია რომ შენ ბიბიოსგან მიღებული რძისგან აძლევ, ხო? ზოგადად ასე და თუნდაც ამოდის რომ სხვა ქვეყნის პროდუქციას მაძლევ, ხო? ეს არის ჩემთვის მიუღებელი და კრიმინალია პრაქტიკულად. ამიტომ ნება იბოძოს ამ კომპანიამ, არ ვიცი ვისია და არც მაინტერესებს და ნება იბოძოს და მაღალი ხარისხის გარე კონტროლები დადოს და დაგვარწმუნოს იმაში, რომ მისი პროდუქცია შემდგომში იქნება მისაღები ჩვენი მოსახლეობისთვის. სოფლის ნობათის რძეს საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიის შვილობილი ვიმბილდან საქართველო აწარმოებს, რომლის მფლობელი საერთაშორისო ბრენდი პეპსიგოა. ირკვევა, რომ ობისოკო აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ რძეში აღმოჩნდა. კომპანია ირწმუნება, რომ პროდუქტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. მაშინ, როდესაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობას პირდაპირ მოუწოდა, სოფლის ნობათის 5 სახეობის რძის შეძენისგან თავი შეიკავონ.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა სააგენტოს დადგენილებით არსებობს ვარაუდი, რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს. მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან. მას შემდეგ, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დღეს უწყებაში რიტორიკა შეცვალეს და ირწმუნებიან, რომ შეუსაბამობა რძის მხოლოდ მცირე პარტიაში აღმოაჩინეს. გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ ყოველწლიურად მიმბილდან საქართველოს წარმოებული რძე და არ დაფიქსირებულა არცერთ შემთხვევაში აფლატოქსინის არსებობა. ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდებით და სააგენტოს მიერ მყისიერად იქნა გავრცელებული ინფორმაცია. ქართული ოცნების დეპუტატები პასუხისგებლობას გაურბიან და აცხადებენ, რომ რძის და მოქალაქეების ჯანმრთელობის საკითხები მათ კომპეტენციას ცდება. ზოგი ამბობს, რომ საყვარელ პროდუქტზე უარს მაინც ვერ იტყვის. ზოგი კი მიღებისგან თავ შეიკავებს. ხომ მიცით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს რძის პროდუქტებში? აი რა პასუხი გაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის? ან თქვენ რას აპირებთ ასე რომ გიყვართ რძის პროდუქტები? ისევ გააგრძელებთ მას შეძენას და მოხმარებას? გავაგრძელებთ. აბა რა ვქნათ? მას შეიძლება ძროხის ყიდვა. მართლა გეუბნები და მოწველა და საკუთარი რძე გიქნება. მარჯობა, რძე გიყვართ? წყალი მირჩენია. მაგრამ ბევრი მოიხმართ რძის პროდუქტებს. თქვენ შეიძლება არა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები მოიხმარენ. მათთვის რა პასუხი გაქვთ? მე რაშუაში ვარ ეს. არიცით რძესთან დაკავშირებული სკანდალი, არიცით რომ საშიში ნივთიერებების შემცველი რძე იყიდებოდა და ამას მოიხმარდნენ საქართველოს მოქალაქეები. პირველად გესმით რძის სკანდალის შესახებ? IT-ზე მკითხე, ვობს გაქცა. თქვენ აგრძელებთ რძის პროდუქტების მოხმარებას ახლა? ფიქრობთ რომ საშიში აღარ არის? აი, ნახე როგორია, კიდევ ვიმეორებ, მიყვარს ძალიან. ალბათ ამასაც მივაქცევ ყურადღებას უკვე. ცოტა არ იყოს მეც რომ მოვისმინე ეს ამბავი, რაღაცნაირად ცოტა ნეგატიურად განვიწყო, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაფერი გამოსწორებადია. 24 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც იმპორტირებულ რძეში სახიფათო ტოქსინი დაფიქსირდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, დაიწყებს თუ არა საქმეზე გამოძიებას. მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა რეალიზაცია სისხლის სამართლის წესით ისჯება.